მოგესალმებით. ტრადიციისამებრ გადაცემა ლურჯი ვაშლი. მე მისი წამყვანი არსენ გონეტაძე გახლავართ. ხოლო დღევანდელი ანონსი ეხლა თქვენს წინ ეკრანზეა. ყველაფერს რასაც უყურებ, ეს ჩემ გონებაში არის და ყოველთვის მაინტერესებდა, რომ ყველა ადამიანს ჩემთან მომსვლელს რაღაცა ენახა ჩემში თუ რას ფიქრობდი და რა არის ჩემი ნაფიქრალი. და ღმერთო, ნუ მოშლი ამზარების რეკვას საქართველოში. ღვთისმადლით უწმინდესმა და წმინდა სინოდმა დჟიურიმ ჩემი პროექტი აირჩია ამ საკათედრო ტაძრის ასაგებად. ინტერნეტში არის ესეთი დევს, რომ მოსკოველების შეფასებით სამებარი მერვე ადგილზე თავისი მასშტაბით და დანარჩენი მთელი ევროპა, აი სამართლებრივ და არც სამართლებრივ ისინიც მესამე ადგილზე გვაყენებენ. პატრიარქს აქვს ნაცვლი არაერთის, რომ მათი ტაძარი დიდია და ჩვენი დიდებულია. თვითონ ნათლავ და თვითონ იყო ნათლია. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩუმად დამალვით ხალხს წერა-კითხვასაც ასწავლიდა და თავისთავად ცხადია უნერგავდა მათ წამს ქრისტე ღმერთისას. გარდავიცვალე 1929 წლის 1 იანვარს ღამის 1 საათზე მიღალატეს ნათლი მამებმა. შეუძლებელი არაფერია. ეს ბევრის და მათ შორის ჩემი საყვარელი სიტყვებია. ხოლო მეორე თქვენ რა არ შეუძლია ნიჭს, თუ ამას ცოტა ფერებსაც დავუმატებთ, სწორედ იქ ვიმოგზაურებთ, სადაც ახლა მე და თქვენ, პატივცემულო ტელემაყურებლებო, ერთად გადავალთ სხვა სამყაროში. ჩვენი გადაცემის სტუმარია ბატონი საურთ ხეშელაშვილი, ჩოხოსანი ადამიანი. დღეს მის სახლში ვმყოფებით და ერთად დავათვალიერებთ მოკლედ ამ საოცრებას, რომელიც თქვენ შექმნით წლების განმავლობაში. ყველაფერს რასაც უყურებ, ეს ჩემ გონებაში არის და ყოველთვის მაინტერესებდა, რომ ყველა ადამიანს ჩემთან მომსვლელს რაღაცა ენახა ჩემში თუ რას ფიქრობდი და რა არის ჩემი ნაფიქრალი. ეს არის ჩვენი ახალგაზრდა პირდიტველა ბიჭებს ვეძახები მათ სახსენებლად და მათ სადიდებლად შექმნილი კუთხე არის. ეს ისეთი ადამიანები არიან, რომელთა წინაშე ჩვენ ვალში ვარ. აქ მთელი ფილოსოფია როგორ ემშვიდობება თავის სატრფოს. მანკაცი როგორ ეთხოვება ომში დაღუპულ თავის მეგობარს. და აი შეხედეთ თითქოს შეკვეთით არის ეს ხო ჩვენი ისტორია არის და ზუსტად გამეორება ამ ბიჭების თანგაწირვა და დიდება მათ სახელებს და მათ ხსენებას ყოველთვის. მახსოვრობა საიდანაც იწყება, ის ადამიანები ხვდებიან, ჩემი ბებიები, ბაბუები, ჩემი მშობლები, ჩემი გარდაცვლილი დაიკო და მათ სახსენებლად ყოველ დღე, ყოველ დილას 6 საათზე სამთლები ინთება აქა და ღმერთო, ნუ მოშლი ამზარების რეკვას საქართველოში და მით უმეტეს ფიქრის გორაზე და ჩვენს ოჯახებში და ყველას უსურვებდი, რომ რავენაირად შეგვენარჩუნებიოს ის დიდი სიყვარული უფლის მიმართ, რაც აქამდე შემოგჭა. დედამიშვებდა 17 წლის არ ვიყავ კიდევ ცოტა ცრემლიანი თვალებით გავამაცილა და მითხრას, იცი სად მიდიხარ შვილო სასწავლებლად? ვიცი თბილისში მივდივარ. მარტო თბილისში კი არ მიდიხარ, დედაქალაქში მიდიხარ.
მე საშუალება არა მაქვს შენთან ერთად რომ წამოვიდე, თორე შენ რა გასაშვები ხარ კიდე. სალოცავი კუთხე არის, მაგრამ ფიროსმანის ოთახი დავარქვი, იმიტომ რომ აი კიბის ქვეშ სალოცავი ადგილი არის, ეს ყველაფერი მასწავლა ჩემმა დიდმა გამზდელმა სულიკო თორთლაძემ. ფიროსმანი ისე უყვარდა გიჟდებოდა. ჩემი გალა არის აქა. ჩემი სულიკოს დიდი ეროვნება ალას რო იტყოდა ამით ესე იგი შვებას გრძნობდა რა. ჩემი ქუთაისი, ჩემი ბავშვობა, აი რავსგევართ ნახე. აი ვის გამოც შეიქმნა ეს ყველაფერი სიტუაცია. ეს სულიკოს მას ვეძახით. არ მასვენებს თქვენზე ფიქრი, ნახანია ჩემს ბავშვობას, შეხედეთ ფეს ვიუდგას თქვენ სხეულში, ჩემო წასულო მეგობრებო, რომელი ერთი დავასახელო. ეს არის ბაბუაჩემის ხარება და თვალება. როდესაც ჩამოყალიბდა კოლმეურნეობა, წაართვეს ხარები და რამოდენიმე დღე გადაკარგული იყო ბაბუაჩემი. შემდეგ რო დაბრუნდა, ხო არც ისე იყო შეყვარებული ხარებზე, რომ ესე იგი არ ეძინა და გავიდა და აივანზე დაიწყო ღამის თევა და იმის შემდეგ სახში არ შემოსულა. აივანზე ათევდა რამოდენიმე 25 წელიწადი. და ვენაცვალე მის სულიერებას და მის კაცობას. ჩემი წინაპრები და მშობლები და მათი წინაპრები კიდევ წარმოშობით არის ვანის დედულეთის და მამულეთის. ვანის სიამაყე ჩვენი არის გალაქტიონი. აი შეხედეთ თითქოს შეერწყა ამ კუთხეს და შეხედეთ გალაქტიონი როგორ ლამაზად არის ატყორცნილი. ზეცაში ათენ და შეერთით ახლაც ჟღერს მისი სიტყვები. ქართველ ერს ახლაც უყვირის. შეერთით და ერთად ვიყოთო. რატომღაც ვერ ვერთებით, მაგრამ ეხლა გადავწყვიტე რომ აქედან გავაკეთო ერთი ისეთი გვირაბი, რომელიც გაგვიყვანს ვარაზის ხევში და ერთი პატარა ადგილი გვაქვს იქ ჩვენ ჩოხოსნებს და ამ გვირაბით გავალთ და ერთად შეერთებული და იქედან კიდევ შევსძახეთ თელ ქალაქს რომ გამოვედით გალაქტიონის განსაკუთრებული სიყვარულით და კიდევ ერთხელ შემოუწოდებთ მას და შეხედეთ აი ეს ადგილი არის იქედანაც მოვდივართ და აქედანაც უნდა აგავიდეთ მალე და შევერთებით ალბათ. ყოველთვის მზათავარ რომ ჩემი თვალებით ვნახო. იმიტომ რომ ისი არ წავლა მწუწობლი. ამას იმდენი რამე არის ნაფიქრალი. რომ ვერ წარმოიდგენ. ეშერაც ფიქრის გორაც ჩემი სულორით სულიად საქართველოს და ამაში არის ჩაქსოვილი ის რომ აი შეგედი როგორც ეხლა დინება ყოველთვის არ წყდება და არ უნდა შეწყვეს ისე სიცოცხლე ქართველი კაცის ასწლოვანი უნდა იყოს ყოველთვის და უნდა ისმოდეს მისი გუგუნი ცხოვრებაში. ეს კიდე შაორზე დაწერილი ასა ლობიკი ქვია, ესე იგი სქელ შუბლა. ალბათ ვერაზროს ვერ წარმოიდგენდა. აც განსხვავებული ჩვენი ქაქუცა მირი ჩვენს მიწა-წყალს მიებარებოდა, როდესაც საფრანგეთში მიდიოდა, მაგრამ აი დადგა დროც და ჩოხოსნებს დაგვევალა, რომ მისი ნეშტი სამების ტაძარში შეგვესვენებია ღამე მასთან ერთად, რომ იტყვიან ატივი გვეცა და გაგვეთენებია, მის ძვლებს შევხებოდით. ეს არის ჩემი სოფელი, ტყეშელაშვილების სოფელი ქვია. ზვანი არის ზვანის რაიონში და ულამაზესი სოფელი არის მთელი იმერეთის ტაფობით ჩანს როგორც ხელის გულზე რა. სადღაც იუმორიც მინდა ხანდახან ჩავრთო და ეს ორივე მხრიდან ბებიები და ბაბუები არის. ნახეთ, წასულები ხო არიან უწმედესმა ბრძანა, ისინი ყოველთვის თქვენთან ერთად არიან. და ხანდახან რომ მიჭირს და ღვინო არა მაქვს, მოვალ და დაუჩოქეთ. აიმე, ჩემო საყვარლებო, ბაბუებო, ბებიებო, მომეცით რა თუ შეიძლება ცოტა ღვინო რომ უწურები მყავს და კიდე ბაბუა, კიდე. ოი, გაიხარე. ეს უკვე ბაბუა დომენტის ამ ზანილი ღვინო არის და გასინჯეთ როგორია.
დიდება მათ ხსენებას. ეს არის ჩემი ვაჟას კუთხე, მაგრამ მარტო ჩემი კი არ არის, ეს არის ერის ვაჟა. ეს არის სისუფთავის, ეს არის კაცობის და სინამდვილის თქველის კუთხე ქვია ამას რა. თას ვიყავ, წერვალზე ვიდექ, თვალწინ მეფინა ქვეყანა, გულზე მესვენა, მზე მთვარე, ლაპარაკობდი ღმერთთანა. სხვადასხვის შერწყმული მაქვს. აი ამ სინამდვილეში ვაჟას კუთხესთან სიახლოვეს იმერული ჭაც. ჩახედეთ, ეს არის 18 მეტრიანი ჭა, ფიქრის გორაზე. ორი ჭა გვაქვს, ერთი გარეთ და ერთი სახლში. მე ბავშვობაში სათაფლიის გამოქვაბულში ხშირად დავდიოდი და აი ამ ჩემს სილამაზეს გავუმარჯოს. შეხედეთ, რა სილამაზე არის, აი ეს სტალაქტიტები და სტალაგმიტები. ან რა როგორი შექმნილი არის და ასე მგონია კვლავ იქავარ და ისე ახალგაზრდა ვარ. ისევის ბიჭი ვარ, ხუჭუჭა პატარა. ჩვენს ფიქრებში და ჩვენს იმედში და ჩემს აფხაზეთში ვარ. აი ესენი სულ იქიდან არის გადმოტანილი. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ქართულად და რუსულად. გაგრა ესე ეწერა. იქიდან არის ესეც. სულ დაჭლეტილი იყო ეს ომის დროს. ამას ქვია აფხაზეთის სპერანდა. აქედან დანახული არის მთელი აფხაზეთი და აი გადახედეთ. ეს კიდე თბილისური კუთხე არის. აი ძველი თბილისი, ბოჰემური ცხოვრება, კახელი კაცის დიდი სიყვარული ვენახის მიმართ. ნახეთ, შენ ხარ ვენახი და დაჩოქილი. კახელი კაცი მარტო ქალბატონის წინაშე იჩოქებსო, ღმერთის წინაშე იჩოქებს და მე ვაზისა და ჭურის წინაშე. ეს არის ტყვია გამომტარი, კარიც, ფანჯარაც, თითქმის ყველაფერი არის წარმოდგენილი, რაც ადამიანს სჭირდება. ის იარაღებიც აქ არის, ხამარ-ხანჯალიც აქ არის, დიდი სიყვარულით მაჩუკა მაღლაკელიძის, გენერალ მაღლაკელიძის შვილიშვილმა აი ეს იარაღი ჰიტლერის ნაჩუქარი ყოფილა. აი პირველ მსოფლიოში ომში ყოფი ბაბუაჩემი მაღლაკელიძე ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი 1977 წელს ეს ჩემი შექმნილი არ არის. ფონი იყო ცოტა მუქი ფონი და არაფერი არ ჩანდა და კომპიუტერში ცოტა გამიღიავე ფონი არ მომწონს თქო. კიდე გააღიავა და გამოხდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული ხატი და წამოხდა კომპიუტერზე ვინც მუშაობდა და გაიქცა შიშისაგან. და აი ასე შეიქმნა ეს სურათი. ნახეთ რა სილამაზე არის. აი ამ სართულზე რაც არის სულ ყველაფერი უწმინდეს საპატივცემულოდ არის შექმნილი. აქ დგას მობრძანდით ის სავარძელი, რომელშიც აი შლის ნუკრის ტყავი არის ეს. და ეს სავარძელი არის განსაკუთრებული სიყვარულით შექმნილი და მოლოდინში არის ჩვენი უწმინდესის. კაცი რომელიც ჩაიცმევს ჩოხას, უნეტარესის კურთხევა მოსავს. ყველას გაგიშლით საგულის ფიცარს, სამშობლოს ბედზე იღწვის და იცავს. და ამას რასაც უყურებთ, ეს არის ერთი უნიჭიერესი პიროვნება ვასილ სიმონგულოვი და სულ იმის შექმნილია ესენი ყველაფერი აბსოლუტურად. კვლავ მოგველვინოს დიდი დავითი, ბრძენი შოთა, წმინდა ილია, შეხედეთ, აკაკი, ვაჟა და გათენდაო კვლავ დაიქუხოს დიდმა გალაქტიონმა და აი გათენებულში სულ სინათლეში და სულ სიყვარულში გევლოთ. აბა კარგად იყავით და ეხლა დამანებეთ თავი და მომშორდით. იცოდი უკვე ბებერი კაცი დავიყალე. რა თქმა უნდა ხუმრობით. კონსტანტინე გამსახურდია. არსაკიძე თუ არსუკიძე. სვეტი ცხოველი. ოსტატი, რომელმაც შექმნა ქმლინება საუკუნეების შემდეგ რომ ყველას გვაუწევს. ეს პარალელი დღევანდელ ოსტატთან, შეიძლება ითქვას დღევანდელ არსაკიძესთან გადის სწორედ ამ სიუჟეტში,
კერძოდ პიროვნება, რომელმაც დღევანდელი სამების ტაძარი შექმნა და მისი ოსტატი გახლავთ. ეს სიუჟეტი ეხება სწორედ ამ არქიტექტორს. ფაქტიურად რიგითი არქიტექტორიდან შემდგომში მთავარი უფროსი არქიტექტორი და ეს მთელი იერარქია არქიტექტურული იერარქია გავიარე. ამ პერიოდში მე საკმაოდ სერიოზულ პროექტებზე მუშაობდი. მიკრორაიონი არდაგანი ბორჯომში, სხვადასხვა პანსიონატები, იმიტომ რომ ჩვენი სახელოსნო ძირითადად ასეთ ობიექტებზე მუშაობდა. სერიოზული პროექტი მქონდა აფხაზეთის უნივერსიტეტის პროექტი, რომელიც მოსკოვში დავიცავე. ერთ-ერთი სერიოზული კიდე ცხინვალის დრამატული თეატრის პროექტი მაგაკეთებული ორ დასზე, ოსურ და ქართულ დასზე. მონაწილეობა მაქვს მიღებული მუსერაში, გარბაჩოვისთვის რა ააშენეს აგარაკი. უამრავი კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული და როგორც წესი ლაურეატი ვარ. მაგრამ აი კონკურსებში ყველას მაინც გადააჭარბა სამების საკათედრო ტაძრისათვის გამოცხადებულ კონკურსმა. უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ მეორემ მიიღო განჩინება, რომ უფლის სადიდებლად საქართველოს დედაქალაქში აგებულიყო წმიდა სამების საკათედრო ტაძარი. ეს ტაძარი იქნებოდა სინთეზი ქართული ხუროთმოძღვრების აი ამ დიდი გავლილი გზისა და შედევრებისა რაც გვაქვს და ახალი წარმოჩინება დღევანდელი თვალთახედიდან. რასაკვირველია, ყველა არქიტექტორს უნდოდა მონაწილეობა, იმიტომ რომ არავის არ აქვს აგებული ახალი ტაძარი. მით უმეტეს საკათედრო. პირველ ტურმა გამარჯვებული ვერ გამოვიდა და მეორე ტურში მე ჩავიკეტე მეუღლე სოფელი აქ ხარაგაულში ლამაზი მთიან ადგილას და ჩავიკეტე იქ და ერთი თვე არც ტელეფონი, არც იყო მობილურები მაშინ. არც ტელეფონი, არც არაფერი, სანოვაგე მქონდა და აი ვმუშაობდი მარტო, წაღებული მქონდა ყველაფერი მასალები და ძალიან ნაყოფიერად ერთი თვეზე ცოტა მეტი ვიმუშავე და რო ჩამოვედი თბილისში უკვე დავიწყე მისი გამომჟღავნება და მერე წარვადგინე პროექტი და ღვთის მადლით უწმინდესმა და წმინდა სინოდმა დჟიურიმ ჩემი პროექტი აირჩია საკათედრო ტაძრის ასაგებად. ინტერნეტში არის ესეთი დევს, რომ მოსკოველების შეფასებით სამება არის მერვე ადგილს თავისი მასშტაბით და დანარჩენი მთელი ევროპა აი სამართლმადიდებლო და არც სამართლმადიდებლო ისინიც მესამე ადგილზე გვაყენენ. პატრიარქს აქვს ნათქვამი არაერთის რომ მათი ტაძარი დიდია და ჩვენი დიდებულია. ისე არ მოხდა რომ პირდაპირ სამებით დაგვეწყო, თუმცა ამ სამებაზე მიმდინარეობდა მუშაობა. მანამდე უკვე მე მოვასწარე რამდენიმე ტაძრის აგება. ეს იყო პირველი ავაგე თემქაზე პურის ქარხნის წინ სამნავიანი ბაზილიკა. შემდეგ ძალიან მომწონს დღესაც ამაღლების ტაძარი საბურთალოს პანთეონთან მიმდებარე და შემდეგ უკვე ძმათა სასაფლაორო არის ისე საბურთალოს პანთეონზე წმინდა გიორგის ბაზილიკა ერთნავიანი. საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და რა ვიცი მე ყოველთვის ჩემი პროექტები რაღაცა ზეცისკენ უფრო მივდივარ ვიდრე მიწისკენ. მექანიკურად ესე გამოდის ჩემი პროექტები და 1995 წლის გიორგობას 23 ნოემბერს უწმინდესმა აკურთხა ადგილი და უკვე 9 წლის თავზე უკვე ტაძარი აკურთხა უწმინდესმა. ანუ ზუსტად 9 და მე რო ახლა პროექტი 9 წელიწადი მეკეთებინა, ნუ გამორიცხული იყო და ანუ ეტაპობრივად ვაპროექტებდით. ჯერ ფუნდამენტები გაიცა ყველაფერი და მიდიოდა პარალელურად მიდიოდა. ნუ რასაკვირველია ჩვენ ვასწრებდით მშენებლობას, მაგრამ ისე რომ უწყვეტი იყო ნაკადი. ამ ტაძრის აგების ადგილსაც თავისი ისტორია აქვს. იმიტომ რომ თავდაპირველად კონკურსშიც გამოცხადებული იყო
მაშინ ავტოინსპექციის ტერიტორიაზე, ახლანდელი პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე, იქ რამდენიმე კვარტალი ნაწილი უნდა აღებული იყო და იქ უნდა დაფუძნებული იყო. და ფაქტიურად უპრობლემოთაც იქნებოდა. მე ეს დროც რო შეიცვალა, უკვე იმ ხალხის გაყვანაც პრობლემა იყო, ვინც უნდა გასულიყო და ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდით. მე ერთი პერიოდი იყო საუბარი, რომ სტუდქალაქის ტერიტორიაზე ვაკეში. და თითქოს და მე უწმიდესმა ნახა კიდევაც ადგილი აკურთხა და სინამდვილეში პატარა სამების ტაძარი აეგო. შემდგომ უკვე აი ჩვენ ცენტრში რო წარმოიშვეს აზრი, რომ აქ იყო მეგობრობის პარკი ამ ადგილზე. უწინ სასაფლაო იყო, ქართულ-სომხური სასაფლაო. ანუ თელი ავლაბარის ისა აქ იყო მათი სასაფლაო, მაგრამ დალუქული იყო ეს დიდი ხანია. და მე პარკი გაშენდა და ამაზეც არაერთი ადგილი და თან ხალხი გასაყვანი. და თან იცით მე უწმინდეს ჩვენ უთხარით რომ თავიდან არ იხედებოდა, იმიტომ რომ აქ სკოლა იყო ვებერთელა 4 სართულიანი აშენებული კეტავდა თელ ქალაქს აბსოლუტურად და იცით აი ამ ადგილის მთელი შარმი არ ჩანდა. და შემდეგ უკვე კომისიურად რომ ვიმსჯელეთ და გადაწყდა რომ ეს იყო ყველაზე კარგი ადგილი და მომენტალურად მოხდა ამ ადგილის გამოყოფაც ყველაფერს და უკვე პროექტის ადაპტაცია დავიწყეთ უკვე ამ ადგილზე. პროექტი თავიდან იყო ერთსართულიანი, მაგრამ უკვე თვითონ ამ გეოლოგიამ და გეოგრაფიამ ადგილისამ მიწის სამუშაოები საკმაოდ ღრმად მოითხოვა და შეიძლება თქვას რომ კარგიც იყო, იმიტომ რომ ქვემოთ ვებერთელას სივრცეები გვაქვს და 5 ეკლესია არის ქვემოთ კიდე მოთავსებული ზედა ნაწილის გარდა. არ არის ეს დასამალი, იყო იცით სარკოფაგებივით იყო ადრესეგი თაღოვანი მით შესასვენებლებს აკეთებდნენ. ხო და ეს ჩამონგრეული ზოგი რაც იყო დავალებული ჰქონდა ჩვენ მშენებლებისათვის, სპეციალური ყუთები იყო შეკრებილი, იმიტომ რომ ეხლა იმას არც პატრონი ყავდა, არც არაფერი არ იყო ეხლა მიწაში ამოთხილი, ვერც გაიგებდა კაცი ვისი და რა არის. ამიტომ ეს იდებოდა ამ ყუთებში და აქვე აქ კედელი ჰქონდა, იმ კედლის ძირში სულ ყველა აბსოლუტურად გროვდებოდა ყველაფერი, არის დამარხული ეს სპეციალური ეხლა პატარა ყუთები, სადაც ეტეოდა ეხლა ისეთი ბევრი და დიდი ნეშტები არ იყო ყოველ შემთხვევაში. მაგრამ იყო და რომელიც ასევე მიწას მიუაბარეთ. მშენებლობისას მთავარი სირთულე ფინანსები იყო. უწმინდესმა რომ მკითხა რომ აი თქვენი შეკითხვა ბატონო არჩილო მაინც სირთულების სიზნე რა გვიშლისო და მე რატომღაც გულობყილოთ უთხარი რომ თქვენ უწმინდესო ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული თქო და არა ბატონოჩო, ყველაფერი ღვთისნებაზეა დამოკიდებული. ისე აგესრულდეთ ყველაფერი, როგორც უწმინდესის ეს სიტყვები ასრულდა. პირველი წლები, როდესაც ჩვენ ისევ ქვაბულში ვიყავით და ძლივ-ძლივობით ამოვიდა რაღაცა მცირე თითქოს ბიუჯეტშიც იყო შემოწირულები. სხვათა შორის ეს ფონდი უშვებდა ის ყოველ წელს შემოწირულობათა წიგნს, სადაც არის ნუსხა, რომ მოქალაქემ რამდენი, ორგანიზაციამ რამდენი. ეს ხალხისთვის მისაწვდომია. ეს გაკეთდა, იმიტომ რომ ყველამ თავისი გვარი ნახოს, რამდენი აქვს შეწირული, რომ არაფერი არ დაკარგულა. უამრავი ხალხი იყო, ხალხი მოდიოდა, მთელი არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოქონათ ქვის ფილები, სადაც წარწერები ჰქონდათ ამოკვეთილი თავიანთი ოჯახის წევრებისა, მე როგორც ვიცი, ოქროს მონეტებიც ჩააგდო უწმინდესმა ქეთევან ბაგრატიონმა ბეჭედი შესწირა. ანუ იქ ძვირფასებიც ჩაიყარა, ანუ მონეტებიც იყო ჩადებული და რაც თავარია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, აი წმიდა ადგილებიდან წამოღებული ქვები ჩაიდო. ანუ საძირკვლის წვერში უამრავი სიწმინდე დევს. ბატონი ბიძინა შემოგვიერთდა 2000 წელს. და უკვე ჩვენ ვიყავით აი ნოლამდე ვიყავით ამოსულები და მეც უკვე ძალიან გაგვიჭირდა და ზუსტად აი მოვიდა და 4 წელიწადში დაამთავრა. 4 წელიწადში მონტაჟი დამთავრდა და მოპირკეთება დამთავრდა. აი კოლოსალური შრომა იყო ჩადებული და თანხების რასაკვირველია, როცა თანხის უზრუნველყოფა იყო, მუშაობაც რასაკვირველია, უამრავი ხალხი იყო დასაქმებული და მუშაობდა. სხვათა შორის არც გამოჩენილა ბოლოს უკვე დამთავრებისას გამოჩნდა, იმიტომ უკვე აინტერესებდა ვიზუალში, რომ
რა კეთდება ბოლოს და ბოლოს ეს კაცი აფინანსებს ამხელა თანხები იხარჯება და ლოგიკურიც იყო, მაგრამ მაინც დისტანციაზე იყო ყველასთან. გამსახურდიას მე შევხვდი, როდესაც მე გავიმარჯვე, უკვე მაშინ გამსახურდია ბრძანდებოდა პრეზიდენტი და მასთან ვიყავით კაბინეტში და ვაჩვენე საკონკურსო პროექტი. და სხვათა შორის იმ წუთში აიღო ალღო, ესეთი ტიპი, ესეთი, საკმაოდ შევიდა პროექტში და მიხვდა რაზე ქონდა, ძალიან კარგი შეგიწყობთ ყველანაირად ხელს. სისტემატურად კონტროლზე ყავდა აყვანილი მაშინდელ პრეზიდენტს ბატონ ედვარდ შევარდნაძეს ეს მშენებლობა. ეს კი არა, ერთხელ თათბირზე ბატონ ანდრეაძემ ბრძანა, რომ ისა ბატონ ედვარდმა მითხრა, რომ რაღაც უკრანი გაჩერებულია, რა შეასაქმე. მე ვერ მივხვდი ახლა ეს რა და თურმე მისი კაბინეტიდან პირდაპირ ჩანდა ის დიდი ამწე კრანი, რომელიც სულ მოძრაობდა, აკვეთდებოდა რა შეასაქმე გაჩერებულიო. აი ეს მოქროვება მაგალითად ბატონი მიშას დამსახურება. უბრალოდ მე პროექტი გავაკეთე, რომ მთლიანად არ მოპირკეთებული მოქროვებული იყო მაინც და თუმცა იყო აქ რაღაც ხმები, მაგრამ მე მგონი არც არაფერი არ წაუგია იცით ამ შავი გუმბათის მაგევრად მოქროვებას. ბატონი ედვარდი ახლა სხვათა შორის ესეთი მას მოყვები სამრეკლო რო დავამთავრეთ გვიან მოდიოდა ხოლმე ზოგჯერ არავის არ გაეგო და რამდენიც მოვიდა იმდენჯერ გუნახა აქ მე და ჩემი თანამშრომლები და სამრეკლო რო დავამთავრეთ მე და ჩემი მთავარი კონსტრუქტორი დაგვაჯილდოვა ღირსების ორდენით და ამ დაჯილდოების ცერემონიაზე თქვა კიდევაც ეს ხალხი დღე და ღამე იხარია ეს იყო და ეს დანარჩენ მთავრობას არ გავხსენებიათ. ჩვენ დავბრუნდით ეთერში. ეხლა სარეკლამო ჭრა, ხოლო ამის შემდეგ კიდევ ერთი შეპირებული ისტორია და სიუჟეტი. გთხოვთ დაგველოდოთ. შემდეგი სიუჟეტი საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნებს. ყველას მოგეხსენებათ, რომ ათეიზმის ზეიმის ხანა სწორედ სხვა ცოდვებთან თუ წარმატებებთან ერთად საბჭოთა კავშირი სწორედ ამითაც გამოირჩეოდა. ბევრი სასულიერო პირი ამ პერიოდში სხვადასხვა ცხოვრებით ცხოვრობდა და მათზე დღემდე ნათლილი ისტორია ყველასი არ გვაქვს. ხოლო ეს ისტორია, რომელიც ახლა სიუჟეტში იქნება წარმოდგენილი, ეხება მამა ზაქარიას, სასულიერო პირს, რომელიც ცხოვრობდა და წირავდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, სურამში. ასე იწყება პაპაჩემი თბილისში მოაწყო სემინარიაში და დაამთავრა სასულიერო სემინარია იქ. შემდეგ წმინდა ბარბარეს ეკლესია რომ არის ახლა ძველი ბაზილიკა რომ დგას აი ეკლესიაში მოვაწეობდა. როგორც შემდეგ ასე აირია ჩვენი ქვეყნის ისტორია მოხდა ისე რომ როდესაც შემოვიდნენ კომუნისტები ისევ დაუბრუნდნენ სოფელს, კაკალათებს.
ახლა სემინარია დამთავრებული კაცი იყო და თანაც დელი იყო. და სოფელში დაიწყო მოვაწეობა. მაშინ ჯერ კიდევ ალბათ არ იყო მომზადებულები კომუნისტები და სოფელში დაიწყო მოვაწეობა ისევ ეკლესიაში. შემდეგ აუკრძალეს. თვითონ ნათლავ და თვითონ იყო ნათლია. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხდებოდა ხოლმე ჩუმად, დამალვით, ეკლესიის გარეშე, სახლში ნათლავდა ხოლმე. მე ვიცი ასეთი ისტორიების, რომ ხალხს წერა-კითხვასაც ასწავლიდა. და თავისთავად ცხადია, აქ ალბათ უნერგავდა მათ წამს ქრისტე ღმერთისას. ფაქტიურად განადგურება დაემუქრა ეკლესია მონასტრებს. ბევრი დაინგრა კიდეც აი ესეთი ტენდენცია იყო ტაძრების დახურვების და კლუბად გადაკეთების ჯერ 20-იან წლებში და შემდგომ უკვე 24 წლის აჯანყების შემდეგ უკვე ამ ეკლესიების დამგრევისა. ბევრი სხვათა შორის ახალი და ასევე ისტორიული ეკლესია მონასტერი თუ სიწმინდე შეეწირა ამ განუკითხაობას. მოხდა ისე რომ შორის რამოდენიმე სტატიაში დაწერილია იმდენად შეავიწრო შემდეგ რომ რამდენჯერმეც გაკრიჭეს აუკრძალეს დაიბარეს აქ ამის სადაბო საბჭო იყო მაშინ და გააფრთხილეს სასულიერო პირებს რაც შეეხება თავიდან რა თქმა უნდა შედარებით ისეთი იყო ასე ვთქვათ შერჩევითი, მაგრამ 24 წლის მერე უკვე განუკითხავად ხვიტავდნენ სასულიერო პირებს, რომ იცოდეთ უკვე მოწამეობის ტოლფასი გახდა ანაფორის ჩაცმა. იმიტომ რომ არათუ ანაფორით, არამედ აი ასე ვთქვათ, კარგად ჩაცმულ დახურული კაციც ინტელიგენტი თუ ჩოხოსანი ვერ გაივლიდა ისე გამართულად, იმიტომ რომ დაძრწოდნენ ესე აგრესიულად და ფაქტიურად ემუქრებოდნენ ყველა მოაზროვნეს. და საშინელით ეს იყო წითელი ტერორი, რომელმაც სავალალო შედეგები მოიტანა შემდგომ წლებში გამოჩნდა უკვე ეს როგორც შემოქმედებით ინტელექტუალურ სამეცნიერო სფეროში, სამწერლო სფეროში და ბუნებრივი ეკლესიაშიც. სასულიერო პირებს ყველას ფაქტიურად დაემუქრა რეპრესია, განადგურების საფრთხე. უკვე ჩვენ არქივების მიხედვით გვაქვს მონაცემები, ფაქტიურად 120 სასულიერო პირზე მეტი არის რეპრესირებული. ანუ ეს ვინც უშუალოდ ასე შეეწირა ამ პროცესს, მაგრამ ათასობით იყვნენ რეპრესირებულები, იქონება ჩამორთმეულები, უუფლებო, ბევრს მოუწია და აიძულეს მიეტოვებინა მსახურება. ბევრს თვითონ ეკლესია მონასტრები დაკეტეს და უკვე წასასვლელი აღარ ჰქონდათ და ზოგიერთ სახლში უწევდა მსახურება და წესების შესრულება საიდუმლოდ. როდესაც აუკრძალეს მას არა ერთხელ და ორჯერ, შემდეგ წაართოს ეს ყველაფერი, რასაც იყენებს მღვდელი, ასე ვთქვათ, წირვისა და ნათლობის დროს. რა თქმა უნდა, ცოდნე კაცი იყო და ბევრი წიგნები ჰქონდა, არა მარტო საეკლესიო ისეთ და ყველაფერი გაუნიავეს, დაუწეს, მართლაც ურმებით გამოზიდეს. ერთი არის რომ თვითონ ხელისუფლება ასამართლებდა და კლავდა ამ ხალხს და მეორე არის რომ ხელისუფლებისგან ხდებოდა გარკვეული რიბი წაქეზება. ანუ ეს ყაჩაღური თავდასხმები ხდებოდა. ორივე შემთხვევაში ბუნებრივია კომუნისტური ხელისუფლების ბრალი მიუძღვის, იმიტომ რომ თვითონ ეს აგრესია, ეს ტერორი და ეს დესტრუქცია მათ დანერგეს და ბუნებრივია ისეთი ხალხი, რომლებიც მიდრეკილი იყო ეს კრიმინალისკენ, ამას მოროდად გამოიყენებდნენ. და ის ტრაგიკული ამბავი როგორც მოხდა მაშინ, ესე იგი
ერთი სოფელია კემფერი, ჩვენ რო გადავალთ იქ სასაფლაოზე დაინახავთ იმ სოფელსაც. იქ თურმე შეიკრიბენ ეს კონკავშირლები, მაშინდელი აქტიური ვინც იყვნენ, ვინც კონკავშირლებდნენ და რატომღაც ამ სოფელს არიღებდნენ კოლმეურნეობაში და იქ საყვედური გამოუთხეს, თქვენ ღდელი გყავთ სოფელშიო და თქვენი მიღება არ შეიძლებაო და ისინი ზატყობა მთვრალები მოდიოდნენ და მოხდა ისეთნაირად პარადოქსული ამბავია, რომ აი ამ სიტუაციაში თითქოს აი რაღაც განგების ისიც ურევია იმის ძმის შვილს ნათლავდა ვინც შემდეგ დახვდნენ მას სოფელი ორ ნაწილად იყოფოდა ზედაუბანს და ქვედაუბანს ეძახით და იქ პატარა ღელე ჩამოდიოდა და გამყოფი ეს იყო ამ ორ უბნის და იქ ცოტა დაუსახლებელი ადგილი იყო და იმ ადგილას შეეჯახენ ამ და დახვდნენ იქიდან წამოსული ამ ცოტა ნასვამებიც იყვნენ ეთყობა და მოხდა ის რაც მოხდა აი ეს არის სოფლის ცენტრი აი ამ ადგილას ცხოვრობდა პაპაჩენი აი ამ ადგილას ცხოვრობდა აი ეს აქედან იწყება ზედაუბანი და ქვედაუბანი და აი ეს ქვედაუბანი ახლა რა ისე ჯაბალა ჩადის ხევივით რა აი მაგ ადგილას წინწკილა ღელეს ვეძახით მაგას აი მაგ ადგილას მოკლეს პაპაჩენი იმ სოფელში დაბლა სოფელში ლაბაძეებთან ნათლავდა ბავშვი და უკან როგ მოდიოდა ესენი აქედან კემპრიდან გადმოვიდნენ და შეხვდნენ აი იმ ადგილას გამყოფი იყო არავინ არ ცხოვრობდა პრინციპში იმ ადგილას მარტო ბაღები ჰქონდა და დახვდნენ ეს სამივე და შეღობილი იმიდან დააძრეს მარგილი და თავში ჩაარტყეს და გაუჩეჩვეს თავი საწყალით არაფრის გულისთვის ეხვეწებოდა საწყალი თურმე რომ ნუ მომკლავთ ნუ დაიდებთ ცოდოსო შვილებო და ამ შვილების ძახილში ამოხადეს სული საწყალი დელი განისვენებს გრიგოლი გიორგის ძე აბრამიშვილი გარდაიცვალე 1929 წლის 1 იანვარს ღამის 1 საათზე მიღალატეს ნათლი მამებმა ჩვენ კლავ სტუდიაში ვართ და სიუჟეტის ავტორი რუსუდან სურამელი ესე ვუწოდებ ეს მისი პირველი სიუჟეტი არ გახლავთ სურამიდან ისე კი რუსა შელია გახლავთ ჩვენთან სტუდიაში ის გვეტყვის როგორც ყოველთვის კოხტად და ლამაზად ამ ისტორიის მოძიების შესახებ თუ შეიძლება მითხრათ თქვენ სურამელი ხართ მე არ ვარ სურამელი, მე ვარ ზუგდიდიდან, მაგრამ რატომღაც ზუგდიდის გზაზე სურამელი. გავდივარ ხო როცა ვარ ზუგდიდში კი ბატონო. თუ შეიძლება გითხარით ამ ისტორიის შესახებ. ან საიდან მოიძიეთ, რატომ ხართ დაინტერესებული ასეთი ისტორიებით? საბჭოთა კავშირის 70 წლიანმა მმართველობამ ძალიან მრავალ მხრივ მიაყენა ზიანი ჩვენ ქვეყანას და ზოგადად ქართულ ცნობიერებას და მენტალობას ერთ-ერთი ბუნებრივია გამონაკლისი არ ყოფილა. მოდით პატიეთ ცოტა ხანს ჩაგიჭრებით, მაგრამ ვიძახოთ სრულიად ზიანი მიაყენა, ესე არ არის ხო? ბევრი რამ აშენდა, ბევრი რამ გაკეთდა ადამიანები წინ წავიდნენ აზროვნებით თუმცა ისევე როგორც ჩვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი ვიდაოთ ამაზე, ბევრ შეგედავებით, იმიტომ რომ მე ცოტა მე ვიცი ერთი საუკეთესო ხერხი, ოქროს ხერხი, კამათის მოგების იცით თქვენ როგორია? არ შეხვიდე კამათში. რა თქმა უნდა. ამას დეილ კარნეგი ასწავლიდა თავის დროზე და მე კარგად ვისწავლე. მე უბრალოდ დავაფიქსირე რომ მე არ ვფიქრობ ასე რომ მხოლოდ ზიანი მიაყენა და მეტი არაფერი. მაგრამ ეხლა დავუბრუნდეთ იმ ისტორიას, როგორ იპოვეთ მოწამე მღვდლის ცხოვრების ამსახველი ეს ფაქტები.
მუდმივად ვცდილობ მე წინა გადაცემებშიც გითხარით თქვენ ბატონო არსენ ერთხელ რომ ვიპოვო ადამიანების საინტერესო ცხოვრებებით რომლებმაც თავისი ყოფნით და არსებობით შეცვალეს ძალიან ბევრი ადამიანის ბედი ძალიან ბევრისთვის გახდნენ მაგალითი თავისი თუნდაც მოწამეობრივი ცხოვრებით და ამ ძიების პროცესში არაერთ ადამიანს ვპოვლობ საბედნიეროდ ჩვენი წარსულიდან ერთ-ერთი ასეთი გახლავთ სწორედ მამა ზაქარია აბრამიშვილი რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სურამში მოგეხსენებათ თქვენი საბჭოთა კავშირის რეჟიმის დამყარების პირველ წლებში დევნიდნენ ეკლესიას განსაკუთრებით ანუ სამღვდელო პირებს ძალადობრივი ხერხებით უშლიდნენ თავის მოღვაწეობას და საერო ცხოვრებაში ჩამას ცდილობდნენ მათ. ცდილობდნენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი იყო მამა ზაქარია, რომელმაც მიუხედავად ამ ძიმე სტრესის, ამ ძიმე ზეწოლისა, თავისი საქმიანობა მაინც განაგრძო. არ შეცვალა თავისი წამსი და დარჩა საეკლესიო პირად, განაგრძო ცხოვრება როგორც მღვდელმა. მიუხედავად იმისა, რომ არა მხოლოდ მაშინდელი რეჟიმისგან თავისი თანასოფლელებისგანაც გრძნობდა ის ძალიან დიდ ზეწოლას ამ კუთხით, იმიტომ რომ მამა ზაქარიას არსებობის და საქმიანობის გამო მისი თანასოფლელების გარკვეულწილად წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ მაშინ. სწორედ ამიტომ ჩემი აზრით ჩავთვალეთ და მე მგონი მაყურებლიც დამთანხმება, რომ საინტერესო ცხოვრება განვლო ამ ადამიანმა და ის ნამდვილად იმსახურებს, რომ ბევრმა იცოდეს მისი ცხოვრების შესახებ. მე ყოველ შემთხვევაში ესე ვფიქრობ და იმედია, რომ თქვენს დამთანხმებით. ეს იყო მოტივი, როდესაც მოძებნეთ ეს ისტორია და წარმოადგენთ. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ჩვენი მაყურებლისთვის მიგვინდია განსჯა და შეფასება, თუმცა მეც სრულიად გეთანხმებით და ვფიქრობ, რომ თითეული ადამიანის ცხოვრება გააჩნია როგორი თვალით შევხედავთ, აუცილებლად აქვს მას საინტერესო, მნიშვნელოვანი მომენტები და განსაკუთრებით თუ ის არასტანდარტული და თავისუფალი ადამიანია, მას ბევრი რამის შექმნა შეუძლია. ხოლო ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია სხვების ცხოვრების მაგალითზე. ასე რომ, დიდი მადლობა ასეთი ისტორიების მუდმივად ძიებისათვის. იმედია ამას გააგრძელებთ. ხოლო მე კი თქვენ პატივცემულო ტელემაყურებლებო, ვინც ბოლომდე ჩვენთან ერთად იყავით, დამატებით გულწრფელ მადლობას გადაგიხდით. დაგელოდებით მომავალ შაბათს. ნახვამდის. გავეცანი მსოფლიოს ჯერ ციგნებით, მერე გადავწყვეტე რომ უნდა ვიმოგზავრო და ნახო მთელი მსოფლიო, ნახო სხვადასხვა რელიეფი და ასე შემდეგ. ერთად ნახოთ რა მოლოდინები აქვთ ანაკლიელებს, როგორც სეზონსელოდებიან და საერთოდ რას ფიქრობენ ისინი ამ წელს საზღვაო სეზონზე. უკეთესი არ იქნება. უკეთესი არ იქნება. როგორც შემოსავალი მოსახლეობაზე უკეთესი არ იქნება. Așa, am dus ca să adică propriu da aici და იმდენი ხალხი რადიოთან. წელს სხვა სიტუაცია, როგორც ერთხელ გითხარით უკვე, ყველაფერი დარეგულირდება, ყველაფერი კონტროლის ქვეშ იქნება, დასუფთავებიდან დაწყებული პროდუქტები დამთავრებული. ვაწექი მაგრად, ის მომაწვა მაგრად და შემდეგ ჩვენ მომნახეთ საერთო და მოკდა მთელი პარლამენტი. არაფერი არ ხდება რაღაც კანონზე მიდის ჯერლობა და უცებ შეაწყვეტინა ყველას მაშინ იყო პარლამენტის თავმჯდომარე და აი ეს ტექსტი წაიკითხა და მე არ მგონია რომ ვინმეს მაშინდელი უზენაეს საბჭოს წევრებიდან დავიწყებოდა ეს მაშინდელი ზვიადის ეს შენიშვნა. წარმოგიდგენთ ნელას ამთლები რაღაც მუსიკა უკრავს. მე შემოაღლო კარი ნელ-ნელა შემოყო თავი და რა ხდება შევანელაძეს შეხედა. შევანელაძე ასე გააკეთა რაღაცა რა ვქნა რა დღეში ვარ მოკლედ.